რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი თელავში კახეთის რეგიონის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. განხილვის თემა დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები იყო. შერგელაშვილის განცხადებით, რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობის ჩართულობის დონეს გაზრდის. გარდა ამისა, 3500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები, ასევე გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. რეფორმის მიხედვით ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება და მასთან ერთად მოქალაქეების მმართველი რგოლები არჩევითი გახდება. აღნიშნული კონცეფციის განხილვა დღეს დაიწყო და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. Სტაბილური რეფორმა შეეხება მუნიციპალურ დონეს, შეეხება სამხარეო დონეს, შეეხება როგორც ტერიტორიულ საკითხებს, კომპეტენციების გამიჯვნის, ფინანსურ საკითხებს, ასევე სოფლის დონეზე გარკვეული თვითმმართველობის ფორმების დადარგვას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც სამყაროში გააგმილა და განხორციელებულა და ამაზე არის აქცენტი. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება, რომელიც როგორც აღინიშნა, ეს არ იქნება 1 და 2 წლის ფარგლებში, ეს ზევადიანია. მაგრამ თუ გადავხედავთ ევროპის გამოცდილებას, თელმა რიგმა ქვეყნებმა ეკონომიკით, მოწყობით, დემოკრატიით, ამ მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა სწორედ დეცენტრალიზაციის შემდეგ.